ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გია ცაგარეიშვილი. საღამოშვიდობისა ბატონ გია, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გია, დღეს აქცენტი გაკეთდა ერთი მხრივ ირაკლი ალასანიაზე, მეორე მხრივ გუნდზეც. რაღაც ხაზი იყო თითქოს გავლებული, რომ გუნდმა არ მისცა ალასანიას შეცდომების დაშვების საშუალება და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ეს განცხადება ყოფილი პრემიერისგან? ხო, ეს არ არის ამ სახის პირველი განცხადება და მეთანხმებით წინა შემთხვევებიც გვახსოვს ისმის ხოლმე ამგვარი განცხადებები, კითხვები, მე ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად დასმული კითხვები და განცხადებებიც არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩემი აზრით, აქ ზღვარის გავლება არის აბსოლუტურად უადგილო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი არსებობის მანძილზე ფაქტურად 7 წელია პარტია არსებობს და ერთად მოვდივართ ამ მძიმე გზაზე, საკმაოდ რთულ გზაზე და ვამტკიცეთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომ ავა თუ კარგად, მეტად თუ ნაკლებად შევინარჩუნეთ სიმტკიცე, მთლიანობა და ჩვენი ამ სიმტკიცის გამოცდა კიდევ ერთხელ იქნება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ისე რომ დაყოფა, დანაწილება ადამიანების დახარისხება მე არ ამგონია ზოგადად აქ მართებული იყოს ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენთან მიმართებაში. ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, პარტიას ყავს თავის თავმჯდომარე, რომელიც აირჩია ყრილობამ. სხვათა შორის ჩვენ ვართ პარტია, სადაც თავმჯდომარეების შეცვლაც არ არის სიახლე, ჩვენ ყავდა იქამდე სხვა თავმჯდომარე 2 წლის მანძილზე, ანუ ალასანიას გადარჩევაც არ იყო ტრაგედია და პრობლემა პარტიისთვის, არც მისი მობრუნება იყო რაიმე სახის პრობლემა პარტიისთვის, თუმცა სხვებისთვის გახდა ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვევლად ძალიან დიდი პრობლემა, ისე რომ ჩვენ ცოცხლობთ, ჩვენ ძლიერდებით, მიუხედავად უამრავი თავგადასავლისა, უამრავი მათ შორის დანაკლისისა, იმიტომ რომ დანაკლისების გარეშეც ძალიან რთულია ამხელა მარათონის გავლა. ჩვენ მივდივართ თავაწეულები წინ, უკეთესი მომავლისკენ გვინდა წავიყვანოთ ეს საზოგადოება, ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, შეფასებებიც ოპონენტების მხრიდან იქნება მრავალნაირი, სხვადასხვა სახის, არც უმაგისობა არის პოლიტიკაში, რომ გითხრათ, რომ მე ამას მივეჩვიე და ყურადღებას არ ვაქცევ, რა თქმა უნდა, ვიცრუებ, რა თქმა უნდა, ვაქცევთ ყურადღებას, მით უმეტეს იმგვარ განცხადებებს, რომელიც დღეს გაჟღედა და იმგვარი ადამიანებისგან საინტერესო იყო, აი რა მაინტერესებს რა სიტყვით იმაზე, რასაც ახლა წავიკითხავ, მომდიოდა გარკვეული ინფორმაცია, ბოკერიასთან მეგობრობაც კარგად იკვეთებოდა, აი ამის შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენს პარტიაზე? ეს ლეგენდებიც, ამ ლეგენდების თაობაზეც ხსმენია თქვენს მეც და მედიაშიც ხშირად არის ხოლმე საუბარი ამგვარ წარმოუდგენელ ამბებზე. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არავით არის ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებთან, არავის არასოდეს არც თავისუფალ დემოკრატს არ ქონია. გარდა საპარლამენტო მუშაობისა, ბუნებრივია, იქ ჩვენ მეტად თუ ნაკლებად გვიწევს ამ ადამიანებთან შეხება, რომ გითხრათ, რომ ეს ძალიან სიამოვნებს მოგატყუებთ, რა თქმა უნდა არა, მაგრამ არის საკითხები ხოლმე და ჩვენ გვიწევს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა, მათ შორის უწევს ქართული ოცნების წარმომადგენლობასაც, საპარლამენტო წარმომადგენლობას გულისხმობ, ვიცით ძალიან ბევრი საკანონმდებლო აქტი, მათ შორის იმგვარი, რომელიც ადასტურებს ჩვენ ევროინტეგრაციას, შეუქცევას, ევროატლანტიკურ არჩევანს, ჩვენ მოგვიწია მათ შორის ამ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ამ დოკუმენტებზე მუშაობა. თუ ვინმე გულისხმობს, რომ ეს არის სწორედ თანამშრომლობის გამოსახულება, კი ბატონო, მე ამაში ადამიანებს ვეთანხმები, არც მეტი და არც ნაკლები. არავითარი პოლიტიკური ბმა, პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება არასოდეს თავისუფალ დემოკრატებს ჰქონდეთ ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, დაუშვებელი და უზნეობა, უფრო მეცაც გეტყვით. უზნეობაა ეს, როცა ვარაუდი შეიძლება იყოს ასეთი წარმოუდგენელი, რომ ჩვენ მომავალში როდესმე გვექნება რაღაცა გადაკვეთა. რაც შეეხება ახლა ბატონი ბიზნეს განცხადებას, ეს არ ახალია, ძველია, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი განცხადებები, შეიძლება მომავალშიც იყოს, მაგრამ მეწონეთ ამას არავით არის ბოდისუხტი დავასრულებ აზრს უკაცრავად, ამას არავით არის საფუძველი არ აქვს ამგვარ განცხადებებს, მერწმუნეთ თუ თქვენ მაყურებელს შემიგჯერათ, ეს ასეა. ნამდვილად კიდევ ერთხელ გიცხადებთ, არავით არის ურთიერთობა
თავისუფალ დემოკრატებს არ ექნებათ ნაცნობ მოძრაობასთან მრავალი მიზეზის გამო და ამ მიზეზების ჩამოთვლა მე ხა დავიწყო აქ არც ერთი თქვენი ეთერი ნამდვილად არ ეყოფა კი ბატონო არ გვინდა ეს მიზეზები თქვენ ბევრჯერ გითქვამთ ამის შესახებ დღეს იყო არ ვიცი რა დავარქვა შექება ნარევი თუ სიმპათია ნარევი კრიტიკა ანუ ეს არ იყო მხოლოდ კრიტიკა არამედ დღეს ითქვა ასევე რომ თავისუფალი დემოკრატები მირჩევნია რესპუბლიკელებსო ბიძინა ივანიშვილმა თქვა მაშინ როდესაც კოალიციურ ერთობაში რესპუბლიკელები უფრო ხანგრძლივად იყვნენ ვიდრე თავისუფალი დემოკრატები და უფრო დიდხანს შეინარჩუნეს ეს ახლო ურთიერთობა ივანიშვილმა და რესპუბლიკელებმა რით არის მაინც განპირობებული თქვენი აზრით აი ეს ალბათ სიმპათია ცოტა შეუსაბამო სიტყვაა მაგრამ ნარევი კრიტიკა ასე ვთქვათ პირველ რიგში მოკლედ შევეხები ჩვენი არსებობის თუ ხანგრძლივ ისტორიას ჩვენ ყველა ჩვენს დაკისრებული ვალდებულება შიდა კოალიციური პირნათლად შევასრულეთ არასოდეს ნაბიჯ გვერდზე არ გადაგვიდგავს არასოდეს ზურგს უკან არ გვისაუბრია არავისზე არ გვიჭორავია არავისზე ეს ხასკასასმელია ვიყავით სანდო პარტნიორები ყველასთვის მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის მე მგონი თქვენ გახსოვთ პირველად როცა ის გამოჩნდა პირველი პოლიტიკური ძალა ვისთანაც მან მოინდომა კავშირის დამყარება ვიყავით სწორედ ჩვენ და ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა ძალიან ბევრი და აქვს ეთყობა ახლაც წინაპირობა მის სიტყვებს ჩვენ მიზან დასახულად მივდივართ ჩვენი არჩეული გზით ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია მიუხედავად ძალიან ბევრი ფათერაკისა რომელიც ჩვენ შეგვეთქვა თუნდაც კოალიციის დატოვების შემდეგ მე ფიქრობ რომ ჩვენ პირველ რიგში ერთგულება შევინარჩუნეთ გუნდის შიგნით ერთმანეთის მიმართ პატივისცემა შევინარჩუნეთ ყოველ შემთხვევაში გუნდის უდიდესმა ნაწილმა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ის დანაპირები რომელიც ჩვენ გავეცით 5-4 წლის უკან სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არ დარჩეს დანაპირება და ძალიან გული გტკივა როცა დღეს ასევე უყურებთ ხუთუ დონაშაულო პატიმარს გამოკეტილს ციხეში ჩვენ ვერ გავექცევით ვერცეთ ეთერში ამ ადამიანებზე საუბარს იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და ჩვენ მათ არ მივატოვებდით ეს უნდა სოდნოდა მათ შორის ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად და როცა ის ამბობს რომ ჩვენ მეგობრული ხალხი ვართ და მეგობრობის და გამო არ მივატოვებთ თუნდაც ირაკლი ალასანია გაჭირვებაში ეს მე ამაში დასაძრახს ვერაფერს ვერ ხედავ არასოდეს საქართველოში მეგობრობა დასაძრახის აქციელი არ ყოფილა დარწმუნებული ვარ არც მომავალში არ იქნება ეს ასე ამაში ცამდე ვარ დარწმუნებული იზრდება მომავალი თაობა რომელსაც შეიძლება ბევრად უფრო კარგი ჩამოყალიბებული გაგება კონდეს ამ ქვეყნის მომავალზე მეგობრობაზე სიყვარულზე მე ვფიქრობ ამაში არაფერი არ არის ცუდი ისე რომ თუ მხარ-მხარს ერთმანეთს არ მივეცით მაშინ ამ ბრძოლაში თითო კაცოებული ძალიან ცუდად გამოჩნდები და მე მინდა გითხრათ რომ მე მგონი სწორედ ერთგულების თავდადების პატიოსნების ნიშნით შეგვარჩია თავის დროზე ბატონმა ბიძინემაც როცა კოალიციას კრებდა ხო გახსოვთ როგორი მაშინ ჭრელი იყო კოალიცია ამას არც არავინ არ მალავდა არც ბატონი ბიძინა მაშინ მე 2011 წლის შემოდგომას გვიან შემოდგომას გულისხმობ და 12 წლის დასაწყის გახსოვთ მე მგონი და მე ვფიქრობ სწორედ ამ ნიშნის გარშემო გავერთიანდით ჩვენ და მანაც სწორედ ეს აღმოაჩინა ჩვენში აი ეს დადებითი დაინახა რომ ჩვენ არა ვართ ღალატიანი ადამიანები ვართ უღალატოები და ერთმანეთს ბატონი აი საინტერესოა ერთი რამ ახლა თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ამ ეთერში რომ არასდროს არანაირი ბმა არ გექნებათ ნაციონალურ მოძრაობასთან. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ერთი მხრივ ივანიშვილი 100 დეპუტატს ასახელებს, რომელსაც ოცნება შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ თქვათ ეს ასე არ მოხდა და მას გარკვეული კოალიციის შექმნა დასჭირდა საქართველოს პარლამენტში. თქვენ როგორ განიხილავთ ამ საკითხს მომავალში ოცნებასთან თანამშრომლობის თემას ზოგადად პარლამენტში? არ არის ეს მარტივი კითხვა ზოგადად საკითხი მე შემიძლია გითხრათ ახლა ასე ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ ჯერჯერობით კოალიციას არავისთან ხაზგასმით ვამბობ ჩვენ ველოდებით არჩევნების შედეგებს გარწმუნებთ რომ იქნება ძალიან ბევრი მეორე ტური პარლამენტი ნოემბრის შუა რიცხვებამდე სავარაუდოდ ვერ შეიკრიბება ამიტომ ახლა რაღაც კოალიციებზე ეფემერულ გაერთიანებებზე რაღაც ხიმერებზე საუბარი მე ვფიქრობ აბსოლუტურად უსაგნო იქნება მით უმეტეს თქვენთან ამ ეთერში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი რომ
ჩვენი ამორჩეველი მობილიზებულად მივიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან 8 ოქტომბერს და მივახციოთ საკმაოდ დიდ წარმატებას, დიდ შედეგს, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. კი ბატონო, ჩემი შეკითხვის არცი არ მდგომარეობდა ბატონო გია, აი ჩვენ ახლა მანდატები ვითვალოთ პარლამენტში, ეს მართლაც ძალიან ადრეა, მაგრამ პრინციპულად, აი თქვენ თქვით რომ პრინციპულად ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა მიუღებელია, ასევე პრინციპულად არის მიუღებელი ქართულ ოცნებასთან თუ ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება გაქვთ? მე შემიძლია ისევ იგივე გავიმეორო, მოდით გათენდეს ხვალინდელი დღე, გადატანითი მნიშვნელობით საუბრობ, რა თქმა უნდა, და ჯერ დაფიქრდეს ამორჩეველი, რა ძალები უნდა მიავლინოს პარლამენტში ქვეყნის სამართავად და შემდეგ ჩვენ დავფიქრდებით, ვისთან ღირს კოალიციის გაკეთება და ჩამოყალიბება. მე მგონი ჩემი წინა შეფასებები ერთ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით, თქვენ გაფიქრებთ, რომ მათთან რაიმე სახის კავშირი არის გამორიცხული, მე ამას გეუბნებით კიდევ ერთხელ მტკიცეთ, რა სახის კავშირები, კოალიციები, ბლოკები, ფრაქციები ჩამოყალიბდება მომავალი მე-9 მოწვევის პარლამენტში, ამაზე ახლა საუბარი მე ვფიქრობ არის საკმაოდ ადრე. მე დღეს რამდენიმე განცხადება უმრავლესობის ლიდერებისგანაც მოვისმინე, რომ ქვეყნის ქვეყანა ძალიან ძვირად დაუჯდება თუ ისინი არ გაიმარჯვებენ აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში. სხვათა შორის მე შეგახსენებთ, ჯერ ბატონი პრემიერი ამბობდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, შემდეგ ამბობდა, რომ დაახლოებით 100 ადამიანამდე გაიყვანენ პარლამენტში, შემდეგ ბატონო ბიძინამ თქვა, რომ 90-დან 100 დეპუტატამდე გავლენ პარლამენტში და ასე შემდეგ. მათი მადა ცირდება, იქიდან გამომდინარე რა რეალობაც არის. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ქართულმა ოცნებამ 113, 100 და თუნდაც 90 მანდატი მოიპოვოს მომავალ პარლამენტში. ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი. ჯერ დობის მანდატი გამოგვიცხადონ ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, შემდეგ შეიძლება საუბრები კოალიციებზე, გაერთიანებებზე, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე ეს ქვეყანა გამოიყვანოთ კრიზისიდან და ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნის უმთავრესი არჩევანისთვის, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, არ იყოს არავისე დამოკიდებული, არ მოგინებდეს საქართველოში რუსული ჩექმა. აი ამ არჩევნისთვის არასდროს არ გადაგვიხვევია. და არც გადავუხოთ მომავალში და სხვათა შორის ეს აღნიშნა პირველ ყოვლისა ბატონმა ივანიშვილმა დღეს და მან თქვა, რომ ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც მათ შორის ოცნებისთვის ძირებულია, არის ჩვენთვისაც ძირებული და აქ არის გარკვეული თანხwebdriver ჩვენ ინტერესებს შორის. გია ცაგარეიშვილი, ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობთ.